უკვე ერთ თვეზე მეტი არაც მოქალაქეები ერთიანი საგანგებო ნომრით 112-ით სარგებლობენ, რაც სახანძრო სამაშველო სამსახურს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და საპატრულო პოლიციის მომსახურებას აერთიანებს. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, სპეციალურ ნომერზე 112-ზე დარეკვა კი საქართველოში მოქმედი ყველა მობილური ოპერატორიდან თუ ფიქსირებული ტელეფონიდან უფასოა. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დედაქალაქის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების მართვასაც უზრუნველყოფს. ახალი ცენტრი ევროპაში მოქმედი 112-ისა და ამერიკაში მოქმედი 911-ის ანალოგია. ცენტრში სულ 300 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მუშაობის დაწყებამდე სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს. ეს სამსახური არის ბრწყინვალე მაგალითი კოორდინირებული მუშაობისა სხვადასხვა უწყებების, სხვადასხვა სამინისტროების, სხვადასხვა მმართველობის ორგანოების, მისი მიზანიც არის საბოლოო ჯამში გაზარდოს ეფექტურობა მომსახურეობის. ამ სამსახურის შექმნით ჩვენი ამოცანა უახლოეს 2 თვეში საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობდეს. პიკის საათების პრობლემები მოგეხსენებათ, რომ ხშირად პიკის საათებში საყიაღებულ ამ დაწესებულებში, როგორც არის პატრული, სასწრაფო, მაშველებში და ასე შემდეგ, პიკის საათებში იყო გარკვეული შეფერხებები. 1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღარ არსებობს არც ერთი შეფერხება, რაც ყველაზე მთავარია, ეფექტურად იქნება გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, ხალხის რესურსები, საბიუჯეტო რესურსები. ქალაქის ყველა კუთხე-კუნძულში ადამიანს აქვს უსაფრთხოების განცდა. ეს ცენტრი არის ამ უსაფრთხოების ერთგვარი გამტარი. ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, ისე როგორც ინსტიტუციური, ასევე აი ამ განცდის, აი უსაფრთხოების განცდის ასამაღლებად, რომელიც საფუძველია ნებისმიერი განვითარების, სადაც არ არის მოქალაქეებს არ აქვს უსაფრთხოების განცდა, არ ვითარდება ბიზნესი, არ ვითარდება არაფერი, ამიტომ ეს არის საფუძველი. ამ კუთხით მე ვთვლი, რომ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ზოგადად ქალაქის და ქვეყნის განვითარების, ის რაც დღეს შეიქმნა აქ და დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონალური ცენტრებიც ერთიანობაში ჩაეწერება და შექმნის აი უსაფრთხო გარემოს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. 24 საათის განმავლობაში ხორციელდება საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინებების მიღება. ეს სიტუაციები არის სახანძრო სამაშველო, საპატრულო და პოლიციური და ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევები, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ზარის მიღება.